Okay. მოგესალმებით მეგობრებო. ვაგრძელებთ ჩვენ ლექციებს და ჩვენ დღევანდელი თემა შეეხება პირველ ლექციასთან დაკავშირებულ თეორიულ საკითხს და ვიმსჯელებთ კიდევ ერთხელ გავივლით რა შევისწავლეთ პირველ ლექციაზე და გავაკეთებთ შესაბამის დავალებებს, რომელიც იქნება მსგავსად აი ეს დავალებები. ზოგი შეიძლება იყოს იდენტური, ზოგს გადავაკეთებთ და თქვენ თვითონ მიხვდებით რა როგორ იწერება რა მოკლედ. ანუ პირველი კვირა არის და რადგან პირველი კვირა არის, საჭიროდ ჩავთვალე რომ შეიძლება დღეს ზუსტად იდენტური დავალებებიც კი გავაკეთო. არ ვიცი მაგაზე თან ლექციის დროსაც შევატყობ რა როგორ გესმით, რა როგორ შეგიძლიათ კოდის დაწერა, იმიტომ რომ პირველი კვირა არის ზოგი 0-დან იწყებს და მინდა რომ მაქსიმალურად კარგად გაერკვიოთ ზოგადად კოდის წერის პროცესში რა. ეხლა რა ხდება ჩვენ თავს? ხუთშაბათს როგორი ლექციები გვექნება რა? მე აქ ჩამოწერილი მექნება რაღაც დავალებები და შევუდგებით ამ დავალებებს, გავაკეთებთ ერთად. თან რაღაცაერთ მეც ვიმსჯელებ, თქვენც ჩაერთვებით და თუ კი რაიმე კითხვა გექნებათ, აუცილებლად შემაჩერეთ და აუცილებლად დამეშეთ. ანუ მე მინდა რომ ხუთშაბათობით ჩემი აზრი გადმოვცე ზოგადად დავალების პროცესში, მე როგორ ვუყურებ კონკრეტულ დავალებას. რომ მე თქვენც იგივენაირად შეხედოთ და მოკლედ რაღაც დაილექოს თქვენ თავში ეგეთ რაღაცა და ძალიან გაგიმარტივოთ მე კოდის წერა რა. ეხლა რა ხდება? პირველი დავალება შევხედოთ. დაწერეთ პროგრამა, რომელიც კონსოლში გამოვიტანს Hello World. ეხლა რო გავარჩიოთ თვითონ კონკრეტული, ანუ სიტყვიერად დონეზე რა. კონსოლი. რა არის კონსოლი? კონსოლი არის ის ფანჯარა, რომელიც ამოვარდება ყოველ გაშვების დროს. აი რაღაცა ახალი ფანჯარა რო არის ხოლმე და ახალ ფანჯარაში რო რაღაცები გამოგვაქვს. და უნდა დავწეროთ პროგრამა, რომელიც კონსოლში გამოვიტანს Hello World. ეს რა თქმა უნდა ძალიან მარტივი დავალება არის. და ესე იგი რადგან უნდა გამოვატანინო კონსოლს, ესე იგი ჩვენ უნდა ვუბრძანოთ პროგრამას, რომ გამოვიტანოს Hello World. ეხლა როცა მე უკვე ხვდები რომ უნდა ვუბრძანო, მე მაქვს ნასწავლი ორი მეთოდი. ერთი console.writeLine, მეორე console.write. console.writeLine არის პირველი მეთოდი და console.write არის მეორე. აი ეს. ეს რაღაცებს მანიშნებს ხოლმე, ყველას ყურადღება არ მიაქციოთ ხოლმე. ხო. ეხლა ნახეთ რა ხდება. თვითონ მე აქ განსაზღვრული არ მაქვს რითი დავწერო ეს writeLine to write-ით, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეხლა ორივე მუშაობს და მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ lines-ას გამოვიყენებს თუ lines გარეშე რა. თავარია რომ გამოვიტანოთ კონსოლში Hello World-ი. ეხლა ჩვენ უმეტესწილად წერთ write-lines. იმიტომ რომ როგორც შევთანხმდით, კოდისთვის იყოს, ანუ თქვენთვისაც უნდა იყოს მაქსიმალურად კარგად დასანახი რა. იმიტომ რომ თქვენ რო დაგჭირდეთ მაგალითად 1, 2, 3 რაღაცის ბრძანებლობა პროგრამასთან, თქვენ გინდათ რომ ამ სამ რაღაცას ხედავდეთ გამოკვეთილოთ, ანუ ჯერ პირველ რაღაცას ხედავდეთ, მერე მეორეს და მერე მესამეს. და ჩვენ წინა ლექციაში გავიარეთ, რომ console write-ის დროს წებდებოდა ეს ტექსტები, რასაც მე პრინტავდი და თქვენ შეიძლება ვერაფერი ვერ გაგეგოთ. რა თქმა უნდა რაღაცა დონეზე გაიგებდით, მაგრამ უფრო სირთულეებში როცა შევალთ და ისეთ მოაცემებზე გადავალთ, რომელიც რთულად იკითხება, თქვენ ვერ დაინახავდით ნორმალურად რა წერია იმ ადგილას რა. ამიტომაც პირველი რჩევა არის ის, რომ გამოვიყენოთ ყოველთვის console.writeLine. ანუ console.write-ი გამოვიყენოთ მხოლოდ მაშინ, როცა გსურს რომ მივაწებოთ ერთმანეთს რაღაცეები. აი მაგალითად, შეიძლება რომ კონსოლების გამოყენებით ავაწყოთ სამკუთხედი, თუნდაც. მაგას მე მოგვიანებით გადავალთ როგორ გავაკეთოთ ვიზუალურად რა. მაგრამ აი რაღაცა ძიეზის გამოყენებით მაგალითად, აი ეს ძიეზი რომ ჭყალებში მოვათავსო მაგალითად.
და აი მე ქვემოთ რო 2 ძიეზი იყოს, მე კიდე ქვემოთ რო 3 ძიეზი იყოს. ანუ რაღაცაით ეგრე რო ისავაგოთ რა, მართკუთხა სამკუთხედივით. ესეთი რაღაცა, ან რაღაცა სამკუთხედი რო ავაგოთ რა. ან პირდაპირ აი ეს ჩამოუყვეთ ძიეზებს და აი ესეთი რაღაცა სამკუთხედი მივიღოთ ჩვეულებრივად, ხო? ანუ კონსოლით ჩვენ შეგვიძლია რაღაცა ანიმაციებიც კი შევქმნათ. რაღაცა სიმბოლოების გამოყენებით რა. ეს ძალიან მაიმუნობა იქნება და აი ძირთად ეგეთ რაღაცები გვინდა Ford Cyclist და Wild Cyclist თემაში, როცა გსურს რომ რამდენჯერმე ვთქვათ, დავაწერინოთ პროგრამას თუნდაც ძიეზი. აი დავუშვათ ერთი რო არის ძიეზი, მეორე ხაზზე მიდა 2 ძიეზი დავუშვათ, მესამე ხაზზე მიდა 3 ძიეზი, 4, 5 და ასე შემდეგ რა. ანუ მე რო ხელით არ დავწერო ესე ყოველთვის. ამიტომაც მაგაში შეიძლება გამომადგეს console write-ი, რომ აი ეს 2 ძიეზი ერთმანეთს შევატყუპო და არ მქონდეს ცალ-ცალკე ხაზებად რა. მაგრამ ეს რა თქმა უნდა ძალიან ესეთი სპეციფიკური მაგალითია და გამონაკლისი და სხვა შემთხვევებში ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ console.writeLine. ეხა მე ვიცი რომ console.writeLine უნდა გამოვიყენო, მაგრამ შეიძლება სინტაქსი აღარ მახსოვს როგორ არის რა. ანუ ერთია რომ თქვენ შეიძლება end.dot ამ პროგრამას რომელიც რაღაცად გაწერინებთ. აი console-ს რო დაწერთ, წერტილს როცა მისად დაწერთ, writeLine-ი და თქვენ შეგიძლიათ tabs დააჭიროთ, აი tab relax, თუ კარგად არ გახსოვთ სინტაქსი, ფრჩხილებს ხსნით. და აუცილებლად როგორ ვიქცევი მე იცი, რომ ფრჩხილის გახსნის დროს მაინც წერტილზემეს ჯერ ვუწერ და მე შეგვიწერ ხოლმე რაღაცებს, რომ მაინც წერტილზემე არ დაბავშვდეს რა. რაღაცა ეგრევა. ანუ წერტ console.writeLine-ს ფრჩხილებს ხსნით წერტილზემეს და აი აქ უნდა ჩავწერო ხა რაღაცა. ეხა კონსოლში გამოვიტანოს Hello World. ეხა ამ დავალებაში მე პირდაპირ მაქვს მითითებული Hello World-ი ბრჭყალებში. მაგრამ მე რომ დამეწერა ესე რომ გამოვიტანს ტექსტს Hello World-ს და არანაირი ბრჭყალები, თქვენ ანუ პირველ რიგში უნდა იფიქროთ გამოტანის დროს ტიპზე. ანუ რა ტიპის მონაცემია ის? არის ტექსტური მონაცემი თუ არის რიცხვითი მონაცემი? მაგალითად თუ მეუნებიან რომ ტექსტური მონაცემი, ის აუცილებლად უნდა ჩავსვა ორმაგ ბრჭყალებში. ან ორმაგ ბრჭყალით ვიწყებ, ორმაგ ბრჭყალით ვხურავ. და აქ მე შემიძლია დავწერო ნებისმიერ რაღაცა. მაგალითად Hello World. აი ეს. Hello World. და ეს იქნება. ზოგ პროგრამების ენაში ბრჭყალებს არ აქვს მნიშვნელობა. ანუ რომ იცოდეთ, არის სამნაირი ბრჭყალი ზოგადად რა, კლავიატურაზე. ერთი არის ეს ორმაგი ბრჭყალი, როგორც თქვი. ერთი არის ერთმაგი ბრჭყალი. ვახ. აი ეს. აი ერთმაგი ბრჭყალიც არსებობს. აი ესე. ერთმაგი ბრჭყალით და არის ასევე აი ტაბის ზემოთ არის აი ესეთი ბრჭყალები რა. ტაბის ზემოთ რო ღილაკი მაგას რო დავწვევით, აი ესე backtick-ებს ეძახიან. ანუ JavaScript-ში ეს ეძახიან backtick-ებს რა. ესეც ბრჭყალებია. თუმცა C#-ში ტექსტის გამოსატანად ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ორმაგი ბრჭყალი. JavaScript-ში მაგალითად მნიშვნელობა არ ქონდა. შენ ესეთ ბრჭყალს გამოიყენებდი. თუ ერთმაგს, თუ ორმაგს მნიშვნელობა არ ქონდა. C#-ში აუცილებლად აქვს. და მაგას აუცილებლად ახსნი, რატო აქვს C#-ში ამას მნიშვნელობა. მოდი დავწუნდეთ, რომ ეს გამოგვივიდა. შეიძლება ახლა პირველი დავალება ძალიან მარტივად ხსნი, ახლა და თქვენთვის ძალიან მარტივი იყოს, მაგრამ მაინც ხსნი, რომ რაღაცა ისეთი პრობლემები არ იყოს. გავუშვათ Hello World. შვენიერი. ანუ ეს არის კონსოლი რა, ახლა რასაც თქვენ ხედავთ. აი ეს გრაფა. კაი. ეხლა მეორე დავალებაც გადავიდეთ. აქ თუ არის რამე კითხვა, აუცილებლად შემაჩერეთ რა. ეს ვიდეო ყველაფერი. ოკეი. გადავიდეთ ეხლა მეორე დავალებას. ეს შეგვიძლია მოვნიშნოთ რა. რაღაც პირველი დავალება. ანუ კომენტარს ძალიან ხშირად ვიყენებ მე, რომ თქვენც გაგიმარტივოთ და აი თქვენც რომ დაწეროთ ეს კომენტარები არ გაწყენთ იმ კუთხით, რომ აი რაღაცა შეიძლება არ გეცალოთ 2 დღე, 3 დღე რაღაცა და რო ჩახედავთ კოდს, აი მაინც გასაგები იყოს რა კოდი დაწერეთ აქამდე რა. აი მაგას პირველი დავალება. რა ქვია დავპრინტე Hello World-ი დავუშვათ.
და ჩემს არ გასაგები რა, რაც გავაკეთე. ეხლა რა თქმა უნდა ეს ერთი ხაზია და თქვენ შეგიძლიათ წაიკითხავთ და მიხვდებით, რომ აი აქ დაპრინტო წერია Hello World-ის, მაგრამ დიდი ლოგიკების წერის დროს თავს იჩენს გაუგებრობა რა. ეს ყველა იმაში ეგრე არის. მაი თუნდაც რაღაცა კომპანიაში რომ მიდიხართ დეველოპერად და იმათ რაღაცა კოდი უწერიათ ძალიან დიდი. თქვენს თქვენ ვერც შეიძლება მიხვდეთ იმან რა კოდი წერია და კომენტარი თუ არ უწერია ძალიან გაგიჭირდებათ რა. ანუ იქ კომენტარები უნდა ეწეროს აუცილებლად რომ აი ეს ფუნქციონალი ამას აკეთებს, რომ მე თქვენ მიხვდეთ და გაიაზროთ. ანუ ეს მე მოგვიანებით რა. ახლა მეორე დავალება. შექმნით ცვლადი და მიანიჭეთ მას რიცხვი. დაბეჭდეთ ცვლადის მნიშვნელობა. ეხლა რა ხდება აქ? შექმნით ცვლადი. რა არის ცვლადი? ჯერ ეგ უნდა გავიხსენო. ესე იგი, მოდით გავიხსენოთ, რომ ცვლადი არის ასე ვთქვათ, ხელსაწყო, რომლითაც მეხსიერების კონკრეტულ უბანში შეინახება მონაცემი. მონაცემი, როგორც მე ახსენე, არის როგორც ტექსტური, ასევე რიცხვით. და სხვა მონაცემთა ტიპებიც არსებობს, რომელზეც მე მოგვიანებით გადავალ რა თქმა უნდა. ამიტომაც ცვლადი რადგან უნდა შევქმნა, ჯერ უნდა ვიფიქრო იმაზე, რა ტიპის მონაცემია. აქ მე მომნებია მიანიჭეთ მას რიცხვი. რადგანაც რიცხვზე არის საუბარი, ესე იგი მე უნდა შევინახო რიცხვითი მონაცემი. ამიტომაც წერ რა, ჯერ ვფიქრობ, ესე იგი ლექციიდან მე მახსოვს რომ რიცხვითი მონაცემზე მე მგონი inti უნდა გამოვიყენო. აი ესეთი რაღაცა. და ტექსტურ რაღაცაზე უნდა გამოვიყენო string-ი. ამიტომაც ეს რაღაცას ვფიქრობ რა. int მე ცვლადის სახელი, ცვლადს ვარქმევ ნებისმიერ რამეს, რაც მე გამიხარდება. ოღონდ გამონაკლის შემთხვევები არის დარეზერვებული სიტყვა, რომელსაც C# იყენებს. მაგალითად მე ცვლადს დავარქვა int-ი. აი int-ი, ესეთი რაღაცა, ან string-ი რო დავარქვა. ან რაღაც სხვა რამე რა. ის ამომიგდებს errors, რადგან პროგრამა ვერ ხვდება მე მინდა რომ ცვლადი აღწერო თუ მინდა რომ მისი დარეზერვებული სიტყვა გამოვიყენო. ანუ მის შიგნით ჩაშენებული სიტყვა რა. მაგალითად ეს int-ი სიტყვა ხო გამოხატავს ტიპს. მონაცემთა ტიპს ხო? რაღაც რიცხვიც გამოხატავს ხო? მე რო ხა აქ int-ი დავწერო, პროგრამა ვერ ხვდება რაზე ვსაუბრობ. ანუ ამას გქონია ხა რომ ორი მონაცემთა ტიპი. ანუ ესეც ტიპი არის, ესეც ტიპი არის. რაც უაზრობაა ხო? ამიტომაც თან უნდა შევიკავოთ ეგეთ დარეზერვებული სიტყვებისგან რა. მაგას ნენელა მიხვდებით რა არის დარეზერვებული სიტყვა. მაგრამ აი თუ კი რაღაცას წერთ აქ და აერორებს, აი აქ შესაბამისად ცვლადზე. იქ ნიშნავს იმას, რომ დარეზერვებული სიტყვა. რა ვიცი, რიცხვი. რადგან რიცხვი არის, ჩემი მიზანია რომ ცვლად დავარქვა მაქსიმალურად ინტუიტიური სახელი. რომ მე არ გამიჭირდეს აქ, მაგრამ რაღაც კოდს რო გადავალებ თვალს, არ გამიჭირდეს რომ ეს რა ცვლადია, რაღაც, იმიტომ რომ შეიძლება აქ დავწერო კოდი, შევქმნა ცვლადი. და 1000 მე რაღაცა ხაზზე გამოვიყენო ეგ ცვლადი. და შეიძლება სახელი მე 1000 მე რაღაცა დავუშვათ ცვლადს დავარქვი რაღაცა. რა ვიცი, ირაკლი. რაღაც ცვლადს დავარქვი ირაკლი. ხო სისულელე რაღაც ირაკლი დავარქვა, ხო რა შუაში ის ადამიანის სახელი, მაგრამ აი ხო შეიძლება დავარქვა, ხო C# მაძლევს საშუალებას ნებისმიერ რამე დავარქვა. დარეზერვებული სიტყვის გარდა. აქ რო 5 დავწერო და მე რაღაცა გავიდეს კოდი რაღაცა და მე რაღაცა 1300 ხაზზე გამოვიყენო ის ირაკლი და მე იქ ვუყურებდი რაღაცას. ჩემთვის ან გაუგნებული დავრჩები საერთოდ არ მეცოდება ირაკლი რას ნიშნავს, რა არის ირაკლი, რას გამოხატავს ეს ირაკლი, ხო? და მაგალითად მე რო ცვლადს დავარქმევ რაღაცა ინტუიტური სახელს აი დავუშვათ result რო დავარქვა result აი ეხა რიცხვთან აპლიკაციაში არის, მაგრამ რაღაც შედეგი, ხო? მე აი ქვემოთ ან 3 რო დავარქვა დავუშვათ, ხო? რაღაც ჯამი. აი ქვემოთ რო 3 იქნება გამოყენებული, მე მივხვდები რომ ჯამზე არის საუბარი. და კოდის ნაწილშიც ბეროთ უფრო კარგად აღიქვოთ. ან თუ ამ შემთხვევაში მე შემიძლია დავარქვა number. ან number 1 შემიძლია დავარქვა. ეს. იმიტომ რომ მე შეიძლება ბევრი რიცხვი ასე ვთქვათ, ცვლადი შექმნა რომელშიც რიცხვი შევინახავ და რაღაც number 1, number 2, number 3 შეიძლება ესე დავარქვა რა. მაგრამ მანდაც შესაძლოა ინტუიტური სახელის დარქმევა. გააჩნია ლოგიკას რას ვწერ.
int number 1 უდრის 5-ს. პირველი მოაცდა ტიპი, მერე ცვლადის სახელი, მერე უდრისის ნიშანი და მერე 5. რა არის ხა ეს უდრისი? უდრისი არის ოპერატორი. ანუ არსებობს ზოგადად რამდენიმე ოპერატორი რა. შორს არ წავალ, რადგან შემდეგ ლექციებში მინდა რომ ვისაუბრო ამაზე. არსებობს ესეთი რაღაცა, მოდით დავალება ორი დავწეროთ. ეს. არსებობს რამდენიმე ოპერატორი რა. ერთი არის უდრისი. ეს. ეს უდრისი გამოხატავს მინიჭებას. ესე იგი, მე ვანიჭებ რაღაცა მნიშვნელობას. მე რო ცვლადი შოქმენი number 1, მე მას მივანიჭე 5-ის მნიშვნელობა. ამიტომ მინიჭებას გამოხატავს რა, ესე იგი, ცვლადი შოქმენი და ვუთხარი რომ აი 5-თან არის დაკავშირებული ეს number 1. და არსებობს სხვანაირი ოპერატორიც რა. აი თუნდაც მეტობა, ნაკლებობა, მეტობა ან ტოლობა. ან მეტი ან ტოლი. ნაკლები ან ტოლი. აი ესენი და ეს ორი უდრისი. მაგალითად მეტობა გამოხატავს, ნუ მეტი, ანუ მეტობა რაღაცა. დავუშვათ number 1 რომ შევადარო number 2-ს დავუშვათ, ანუ მეტია თუ ნაკლებია. ნაკლებობაზე მეტი ან ტოლია, ნაკლები ან ტოლია და ერთმანეთს უდრის თუ არ უდრის. ამიტომაც ეს ოპერატორები ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ მინიჭების ოპერატორს. უდრის და 5. მაგრამ მე რა დავწერო ესეთი 5, ამომიგდებს errors, რადგან ჩვენი იმის როგორც ახსენით, მარცხენა მხარეს მე ცვლადი შევქმნი და მივანიჭი მას int-ი, ესე იგი რიცხვი მინდა რომ შევინახო და დამხვდა აქ უცბად ტექსტური ნაწილი. რაც კატეგორიად მიუღებელია. აუცილებლად უნდა იყოს რიცხვი. ანუ მარცხენა მხარე ტიპი უნდა ემთხოვდეს მნიშვნელობას. ესენი თუ არ ემთხოვა, პრობლემაა. ანუ 5 დავუშვით. ხო, ორი ბრჭყალი არ გვინდა, ერთი ბრჭყალი გვინდა. ხო. და დაბეჭდეთ ცვლადის მნიშვნელობა. ცვლადის მნიშვნელობაში გვისყვა ეს 5-იანი. ეს. ამიტომაც მე შემიძლია დავპრინტო ეს console.writeLine ტაბს დავაჭერ number 1. ანუ number 1 მინდა რომ დავპრინტო. ანუ number-ი ცვლადი რა ინფორმაციასაც შეიცავს, ის მინდა რომ დავპრინტო. და დაიპრინტა, ანუ number 1-ს რო გავუშვებ ხა. ამ შემთხვევაში ორივეს დაპრინტავს hello world-ს და number 1-ს. ანუ hello world-ი დაიპრინტა წეღან და 5-იანი. ეს. ეს console write-lines მე ხელით რო წერ, ეს ზოგჯერ არის რომ tabs, ანუ თავისით მანიშნებს, იმიტომ რომ თუ კი ზემოთა ხაზზე უკვე მიწერია, მეუნება რომ კიდე ხო არ გსურს, რომ დაწერო ეგეთ რაღაც. შეიძლება სადაც ამსუქდეს რა. ეს, მაგრამ რაღაცნაირად გეხმარება რა. მაგრამ აი ხელით როცა წერთ ესე write line. ხილს ხსნი, ხურავ რაღაცებს აკეთებ, ხო? მაგრამ არსებობს shortcut-ი. ანუ shortcut-ი არის კლავიატურით, ანუ კლავიატურის იმით რა ქვია, ანუ კლავიშებით, თუ როგორც არის. შემდგარი რაღაც კომბინაცია, რომელიც აღნიშნავს რაღაც კოდს რა. დავუშვათ C და W რო დავწერო და tabs დავაჭირო და მეპრინტავს console.writelines. ანუ მე არ მიწევს ხელახლა რომ ეს console.writelines ეს ხელით დავწერო რა. უფრო მიმარტივებს საქმეს. ეს სად ესე რო წერო და სად ესე და პუბოტაბი რა. პირდაპირ. ახლა ხედა ესე ერთ წამში წერ რა. და აი თქვენს ძალიან ეს არის. აი მაგრამ console.writeline რო დავწერო ეს writeline-ზეა რა. write-ზე არ არის ეს. იმიტომ რომ ნუ თქვენ თვითონ მიხდებით რომ write-line უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე write. და ამიტომაც C და W console.writelines გამოხატავს. ხო, მე მგონი აქაც კითხვა არ უნდა იყოს ნამბერებზე რა. ხო. ეხლა მოდი გადავიდეთ შემდეგ დავალებას. ეს არის ორი რიცხვის შეკრება და მისი შედეგის გამოტანა. ეს მინდა რომ კარგად გავარჩიოთ რა. აი ეს გადავედით. დავალება 3. ხო. ეხლა რა გვინდა ჩვენ?
უნდა დავწეროთ პროგრამა ორი რიცხვის შესაკრებად და შედეგის გამოსატანად. ეხლა, როცა მე ვფიქრობ, რომ ორი რიცხვი უნდა მქონდეს აუცილებლად, უნდა შევკრიბო და უნდა გამოვიტანო. ეხლა მე რაზე ვფიქრობ? მე შემიძლია პირდაპირ დავწერო აქ ორი რიცხვის ჯამი 5+8 მაგალითად და მე წინა ლექციაში ახსენე რომ რაღაც თითქოს კალკულატორისავით იქცევა ჩვენი პროგრამა და მათემატიკურ ოპერაციებს ძალიან კარგად ასრულებს. 5+8, 10+7 რაღაცა ამებს შეგიძლიათ იდეალურად, როგორც ჩვენ გვსურს. მაგრამ მოდი ცოტა გავართულოთ. და ანუ ქართულებაში გულისხმობა ის, რომ ეს რიცხვები ესე კი არ ეწეროს, არამედ ესენი ცვლადებში მოვაქციო, ანუ ცვლადში შევინახო ეს ინფორმაცია. და შემდგომ ეს ორი ცვლადი დავაჯამო ერთმანეთს. ანუ რას გულისხმობ? მაგალითად, მე როცა მინდა ორი რიცხვი, ჯერ მოდი შევქმნათ პირველი რიცხვი. მოდი ესე დავაკომენტაროთ, რომ ხელს გვშლის რა. ეს რაღაცა. int number-ს დავშვით. უდრის 6. int num2. უდრის, 7 თუნდაც. მე შევქმნი ახლა ორი ცვლადი. პირველს დავარქვი num1. ანუ num1 არის იგივე number1, ანუ მოკლედ იწერება ხოლმე რა. num1 უბრალოდ რომ მოკლედ ჩანწერია. ანუ num1 როცა წერი, იგულისხმება number-ი. num1 უდრის 6, num2 უდრის 7. ორი ცვლადი მაქვს, ერთი 6 უდრის, მეორე 7 უდრის. ანუ რა განსხვავებაა, ხო? ეხლა როგორ მინდა რომ დავაჯამო. მე შემიძლია ეხლა console white line დავწერო და 6+7-ის მაგივრად დავწერო აქ num1 plus num2. და როცა მე პროგრამას მე წავაკითხებ, ან პროგრამა წაიკითხავს num1 plus num2, პროგრამა იკითხავს num1 რა არის, num2 რა არის და ხედავს და ინახავს რომ num1 ეს არის ცვლადი, რომელიც დაკავშირებული არის ამ მონაცემთან 6-თან. num2 დაკავშირებულია 7-თან და num1 plus num2 პროგრამა 6+7 დააჯამა და მიიღო 13. ეს მიიღო 13. მაგრამ აი იქნება და აი ესეც არ მაწყობს რა. ანუ კი ხა ცოტა უფრო კარგად გავაკეთე ეს. მაგრამ იქნება და აი ჯამიც ცვლადში მინდა რომ მოვათავსო. აი რისი თქვა მინდა იცით რომ რაღაცა ჯამი, რაღაცა როცა გაშეასრულებთ, აი ორ ინფორმაციას შეაჯერებთ, რაღაცას დასკვანს გამოვიტანთ ამაზე. არა აუცილებელი რომ ეს დაპრინტოთ. ანუ იქნება და პრინტი საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, მთავარი არის ინფორმაციის შენახვა. და შენახვა ცვლადით კეთდება რა. ანუ ცვლადი გჭირდება რომ შემდეგ ეს ინფორმაცია შეინახო. ანუ მაგალითად ეხლა მე მინდა რომ დავაჯამო ესენი, რომ შემდგომ რაღაცა ლოგიკაზე, რაღაც shorts, რაღაცა ფუნქციონალში გამოვიყენო ეს დაჯამება. მე ეს ჯამი ხო აუცილებლად უნდა მქონდეს ხელთ. ამიტომაც მე ცვლადი უნდა შევქმნა. 3-ს დავარქმევდი დაჯამება და დავწერდი 3 უდრიდეს num1 plus num2. ჩვენ თქვით რომ როდესაც მე ცვლადს ვქმნი, მე შეიძლება მივანიჭო რიცხვითი მნიშვნელობა, ტექსტური მნიშვნელობა და ასე შემდეგ. და ამ შემთხვევაში მე აქ რიცხვითი მნიშვნელობა არ მიწერია თითქოს. მაგრამ num1 რიცხვია, num2 რიცხვია. ამიტომაც მე აქ 6+7 დავწერ, თუ num1 plus num2-ს დავწერ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ორივე არის, ორივეში გულისხმობა რიცხვი. ამიტომაც ამაში ეს გაითვალისწინეთ კარგად რა. num1 plus num2 თქვენ გონებაში უნდა იყოს num1 სადაც 6, num2 სადაც 7. 6+7 არის 13, ხო? და უკვე აი აქ num1 plus num2-ის მაგივრად მე შემიძლია პირდაპირ 3 დავწერო. აი ეს. და უკვე აი როგორ რაღაცაა, ხო? აი console white line 3. 3 დავწერე, 3 უნდა დაპრინტოს, 3 არის num1 plus num2, num1 არის თავის მხრივ 6, num2 არის თავის მხრივ 7. ამიტომ ჩვეულებრივად ესეც დაპრინტავს 13-ს. ეს. ხო, აბა აქ თუ არის რამე კითხვა? ისმენთ შემონებით ვიუასხოთ. გასაგებია ყველაფერი. ოკეი, შვენიერი. რაღაც რო
რომ დუმხართ ერთი რაღაცა მიმითხარით ხოლმე რომ რაღაცა იმიტომ რომ ზოგჯერ მე მქონია შემთხვევები როცა ველოდებოდი ამას და ანუ ხმას არ იღებდნენ და მე მგონა რომ ყველაფერი გაგებული იყო და თურმე მე გავჭედე რაღაცა ინტერნეტის კუთხით და შეხები ვერ მისმენდნენ რა თუმცა ეგ შიში ყოველთვის მაგდა მაგიტო ვამბობ ხოლმე რა თორემ სხვა რაფერი ხო ეს პროგრამა რომელიც გამოაკლებს ორი რიცხვს ერთმანეთს და აჩვენებს შედეგს აქაც იგივე ხო ზუსტად მე შეიძლება აქ უბრალოდ პლუს მოგეთ მინუს დავწერო და იგივე იქნება ხო რაც შეეხება ახლა რიცხვებს რა ну ახლა ჩვენ ვიცით რომ არსებობს დადებითი რიცხვები უარყოფითი რიცხვები ამიტომაც ახლა ამ შემთხვევაში ნამერც მინუს ნამორი არის 6 - 7 ანუ -1 ეს ქართულება რა თქმა უნდა მაგებზე არ აქვს გინდა მინუსი იყოს ანუ გინდა დადებითი იყოს გინდა უარყოფითი გინდა ნულის ტოლი პრობლემა ამაზეც არა გამრავლებაზეც ზუსტად იგივე ოღონდ ახლა გამრავლება ცოტა ის არის მე შეიძლება არ მახსოვდეს ზუსტად გამრავლება როგორ იწერება ამ დროს რა შვები ამ დროს შევდივარ Google-ში და რა ვიცი ვეუბნები გამრავლების ოპერატორის C#-ში რაღაც multiply რაღაცა მიმატება გამოკლება რაღაც ოპერატორი არ მახსოვს ხო search-ავ Google-ი მეუნება ოპერატორს მე ამ ოპერატორს ვიყენებ ამ შემთხვევაში მე შეიძლება ვსად არ მახსოვს რომ pip-key არის გამრავლება ხო მაგრამ Google-ი ან შეიძლება მე მომწეროთ ეგეთ რაღაცაზე მაგრამ ნუ აი ისეთი რაღაცა პატარა დეტალია რომ მაინც მიჩვენია თქვენ გავკიოთ ეგ ნამერთი გამრავლებული ნამორზე მივიღებ რა თქმა უნდა 42-ს აი ეს ხო ეხლა მოდი ხო გაყოფას დავწეროთ რა დაგვიშავა გაყოფა ნამერთი გავყოს ნამორზე თქვენ ეს ეხლა რას მივიღებ აქ აი ეს ტახტილი ხაზი არის გაყოფა როგორც ვახსენე შეიძლება არ მეხსენებია მაგრამ ეხლა ვახსენე გაყოფა არის აი ესეთი ნიშანი ანუ ნამერთი იყოფა ნამორზე თქვენ ეს ეხლა რას მივიღებ შედეგად ნამერთი რო გავყო ნამორზე რა 6 რო გავყო 7-ზე 0-ს ოკეი მოდი დავა გავტესტოთ ინტი არ იქნება 0 შვენიერი ეხლა რა მოხდა აქ ეს ან შემდეგი ლექციების თემა არის მაგრამ ინტი გამოხატავს თელ რიცხვებს ხო ზუსტად სწორია ან თელ რიცხვებს გამოხატავს რა ამიტომაც C#-ში ყველა რიცხვს ყველა მონაცემს აქვს თავისი დატვირთვა იგი მთელია იგი არ არის მთელი აწილოდია თუ ასე შემდეგ რომ მე გაუმარტივდეს მას შედეგის გამოტანა კალკულაცია რა მაგალითად როცა მე მიწერია რომ ნამერთი არის ინტი ანუ მთელი ნამორიც არის მთელი მთელზე რო გაყო უნდა მიიღო მთელი ანუ უნდა მიიღო მთელი ანუ რას გულისხმობ ხო რომ ინტზე როცა იყოფა ის ყოველთვის შედეგად აბრუნებს ინტს ამიტომ ზოგადად ანუ რაღაცა ნამიოკისავით გამომივიდა რომ C#-ში რიცხვთა მიმართებაში ინტის გარდა კიდე სხვა მონაცემთა ტიპია რომელიც უზრუნველყოფს აწილადების გამოსახვას და შემდგომ ესენი როცა იყოფა ერთმანეთთან იღებ ნორმალურ რიცხვს ხო და არა 0-ს ამ შემთხვევაში მაგრამ ზოგადად 6-7-ზე გაყო შენ თუ გინდა რომ მთელი მიიღო თელს ვერ მიიღებ იღებ 0-ს მაგრამ აწილადის სახით რა თქმა უნდა მიიღებ რაღაცა 0 რაღაც 0.8 ალბათ ხო ხო ეგ არის შემდეგი კვირის თემა როცა მოცდა ტიპებზე გადავთ რა ეხა ერთ ფუნქცია რომელიც შეეკითხება user-ს სახელს და დაპრინტავს hello სახელი ეს მე არ გამირჩევია ზოგადად წინა ლექციას რას ნიშნავს რომ user შეეკითხება ანუ მე ყოველთვის უნდა გახსოვდეთ რომ მე რაღაც ისეთ დავალებას მოგცევთ რომელიც მე არ ამიხსნია და ეს უნდა იყოს თქვენთვის ახალი რომ თითქოს ანუ
ეს თქვენთვის უნდა იყოს ის წინაპირობა, რაღაც დასერჩოთ და ნახოთ, რას ნიშნავს შეეკითხება users და რა მეთოდი უნდა გამოიყენო ამისთვის რა. ეხლა მე თქვი რომ არსებობს კონსოლის ორი მეთოდი, console write line და console write. თუმცა არსებობს ასევე ერთი მეთოდი, console.readline, აი ესე იწერება. იცოდე? console.readline, რომელიც ასრულებს რას? ინტერაქციას ზოგადად პროგრამის შემსრულებელთან. ან მე შემიძლია რომ პროგრამას ვუკარნახო რაღაცა და პროგრამამ ეს კარნახი გაითვალისწინოს და შემდგომ გამოიყენოს სხვა რამეებში. ანუ როდესაც მე აი ეს მე ხარო ხო უკვე დაკომენტირებული მაქვს ყველა. ნახეთ რა გამოჩნდა? გამოჩნდა კურსორი და მე შემიძლია რაღაცები შევიყვანო აქ. ანუ console readline საშუალებას მაძლევს რომ პროგრამას დავუკავშირდე აი ესე დინამიურად და არა სტატიკურად. ანუ რას გვიხსოვ ხა ამაში რა? სტატიკური არის, როცა მე შაბლონურად ვუწერ რა მინდა, რა როგორ და მე ამას ასრულებს. მაგალითად მე რო აქ დავწერე console write hello world-ი, წაიკითხა ეს hello world-ი და მე დაპრინტა. მაგრამ იქნება მე მინდა რომ პროგრამა როცა ჩაირთვება, აქ დავწერო რაღაცა და რასაც მე დავწერ, აი ის დამიწეროს ზუსტად პროგრამამ. ამისთვის პროგრამას სჭირდება რაღაცნაირად ენა, ანუ რაღაცნაირი მეთოდი სჭირდება, რომ ჩემსა და ანუ პროგრამას შორის მოხდეს კომუნიკაცია. და console readline არის მაგის ძალიან კაი მაგალითი. console readline-ით ეკონტაქტები. აი რაღაცებს დაწერ და ეს მიწერე ხა პროგრამას. ეს არის მონაცემი. რომელიც თქვენ უკვე მიხვდებოდით რომ არის ტექსტური. მაგრამ მე რო დავწერ ხა მაგალითად 5-იანი ესეც პროგრამას აღქმული აქვს როგორც ტექსტი. იმიტომ რომ 5-იანი შესაძლოა აღვიქვა როგორც, ანუ 5-იანი ჩვენ ხა ვიცით როგორც რიცხვი და როგორც ტექსტური, რავი, არ შემიძლია რომ ტექსტში მოვათავსო ეს 5-იანი. ხო შემიძლია. ანუ იქნება მე რიცხვი მინდა გამოვიყენო ტექსტში, არა როგორც რაღაცა მათემატიკურ ოპერატორებთან დაკავშირებული რაღაც. არამედ როგორც ჩვენი მონაცემი რა. რაღაცა 5 რაღაცა კოუზი რაღაცა, რომ ეს რაღაც წინდება რო იყოს რა. ანუ რატო არ შეიძლება რომ 5 გამოვიყენო მათ როგორც აი ესეთი ტექსტი. ამიტომაც როდესაც აი აქ წერ 5-ს პროგრამას მაინც გონია რომ აი შენ აი ესეთი 5-იანი ხო არის გულისხმე, აი ეს ტექსტური 5-იანი, აი ესეთი 5-იანი. ამიტომაც ეგეთი რაღაცაა რომ პროგრამას რასაც მე ვუწერ, წერა, რასაც მე დავუწერ, ეს ტექსტია. აუცილებლად არის string ტიპის. ესეთი რაღაცა. ეს რო გაითვალისწინოთ რა. ანუ console readline არის საშუალება იმისა, რომ დავეკონტაქტო პროგრამას. მაგრამ ეხლა როგორ უნდა დავეკონტაქტო? დაწერეთ ფუნქცია ნუ რაღაც პროგრამა და მეწერს ალბათ. რომელიც შეეკითხება users სახელს და დაპრინტავს გამარჯობა სახელი. ანუ რა გამარჯობა სახელში რა იგულისხმება, ესე იგი მე თუ დავშვოთ ლაშას, უნდა დაპრინტოს გამარჯობა ლაშა. ირაკის უთოვწე გამარჯობა ირაკი, გიორგის უთოვწე გამარჯობა გიორგი, ნიკას დავწე გამარჯობა ნიკა. და ეს ასე შემდეგ. ეხლა რა ხდება? ანუ პირველ რიგში ცოტა უფრო კარგად, ანუ ლამაზი რო გახდეს პროგრამა, ჯერ უნდა შევეკითხო users, ხო? შეკითხვა ზოგადად. აი ეხლა ესე რომ მიწერია, ესეც შეკითხვა. ან პროგრამას გონია ეხლა რომ ეს არის შეკითხვა. რა უნდა ეხლა ამდენი ხანი რატომ ანდომებს? გამოვთო. რაღაცა ერორი გქონდა. რატომ აქ ერორი? გავუშვათ. ხო, აი ნახეთ. ანუ აქაც მეკითხება, ხო? ანუ ინტუიტურად მეკითხება, რაღაც შეიყვანეო რა. მე არ ვიცი ხარ რა გავაკეთო, შენ შეიყვანე და რაღაცას ვიზამ. ეგეთი ლოგიკა აქვს პროგრამას. და ეს უკვე შეკითხვაა, ხო?
მაგრამ ცოტა ლამაზი რო იყოს, მაინც ტექსტი გამოვუჩინოთ აი აქ ზემოთ, რომ აი შეიყვანოთ სახელი და ასე შემდეგ. აი ეგეთ რაღაც. და ტექსტი რომ გამოვუჩინო, ამისთვის რა თქმა უნდა მჭირდება write line, console.write line. ანუ მაგალითად მე შემიძლია დავწერო ესეთი რაღაცა, console.write line და დავწერო რა? გთხოვთ შეიყვანოთ სახელი. გთხოვთ შეიყვანოთ სახელი. აი ეს. მოდი გავუშვათ ხა. კაი, მივადექით ერთ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია ზოგადად C#-თან. სამწუხაროდ ჩვენ ენას არ აქვს ისა სუპორტი რა. ანუ უცხო ენა გონია C#-ს, ამიტომაც აუცილებელია რომ ინგლისურად დავწეროთ რა. გთხოვთ შეიყვანოთ სახელი. რა თქმა უნდა, რაღაცა ის არსებობს, რომელთაც შეგიძლია რომ ქართულად ის დაწერინო, აღარ მახსოვს, არც არის. რაც ეგრე მახსოვს, მაგრამ თუ რამე რა თქმა უნდა ინგლისურად დაწერეთ ქართული სიტყვებით რა, თუ რამე და. ან რაღაც please enter your name და ეგეთ რაღაცები. ეს რატო იმაშება სულ? გთხოვთ შეიყვანოთ სახელი. აი ეს. და ქვემოთ გამომიჩნდა ეს გრაფა, console read lines, რომელშიც მე ხარ მე დავწერ რაღაცას. დავუძლაშ. Enter-ს უნდა დავაჭირო და რა მოხდა? საერთოდ არაფერი არ მოხდა, ხო? ანუ მე მივუტანე პროგრამას ეს ლაშა, მაგრამ მან არაფერი არ ქნა. რატო არ ქნა არაფერი? იმიტომ რომ კოდი არაფერი არ მიწერია. ანუ მე მიწერია რომ console read line გააკეთე, ანუ დაუკავშირით, ხო? ან დაკავშირება მოხდეს ჩემსა და პროგრამას შორის, ხო? მაგრამ რავი მივწერე ლაშა და არაფერი არ გააკეთა. იმიტომ რომ მე არ მithქვამს, როცა პროგრამა მიიღებს ჩემ ნაწერს, მაგას რა გააკეთოს. ამიტომაც აქ ჩვენ გვჭირდება ლოგიკა. შეკითხება user-ს სახელს და დაპრინტავს hello სახელი. ეხა, როცა მე ამ ტექსტს ვკითხულობ, რა თქმა უნდა user-მა უნდა შემეკითხოს და ესა პროგრამამ უნდა შემეკითხოს და შემეკითხა. read line. მაგრამ მე რაღაცნაირად ხო უნდა დავპრინტო გამარჯობა და ის ტექსტი, რაც მე შევიყვანე. ამიტომაც დადგას ესეთი მომენტი. შემიძლია თუ არა რომ აი ეს რასაც მე ხა ჩავუწერ პროგრამას, ეს მე გამოვიყენო სხვა მოქმედებაში. დავუშვათ console write line-ში. ჩავწერო დავუშვათ. ასე შემდეგ. და ეგეთი პასუხია რომ კი, შეიძლება და ამაში გვეხმარება რა თქმა უნდა ცვლადები. ანუ ცვლადის მოვალეობა არის რომ შეინახოს რაღაცა თუნდაც დროებითი მონაცემი. იმიტომ რომ როდესაც მე დავუშვათ აი აქ რაღაცას ჩავწერ და enter-ს დავაწვევი, შეიძლება მიდოდეს პროგრამა არ გაჩერდეს და რაღაცები დაწეროს რა. ამ დამოკიდებული იყოს იმაზე მე რასაც შევიყვან. და ეს რაც მე ჩავწერე და enter-ს დავაჭირე, ეს ხო დროებითი ინფორმაციაა. და ეს დროებითი ინფორმაცია მე უნდა შევინახო აუცილებლად ცვლადში. რომ მე ეს ცვლადი გამოვიყენო კიდევ ბევრგან, რაღაც სხვა ლოგიკაში. ამისთვის ცვლადი რომ უნდა შევქმნა, კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რა ტიპის მონაცემია. მე წერან თქვი რომ console read line-ი აუცილებლად უნდა იყოს ტექსტი. ანუ რასაც მე ვწერ, ის აღიქმება აუცილებლად ტექსტურად. სულ რიცხვები ჩაწერო. ამიტომაც ესე იგი არის string. ანუ string მე ვარქვი სახელს. მე შევწერ name-ი დავუშვათ. იმიტომ რომ სახელია რა. და აი აქ უნდა გავუტოლო console read lines. აი ეს დავიმახსოვრთ. ცოტა ესე იყოს. აი ეს console read line. ანუ რასაც მე ჩავწერ, ის მონაცემი, ის ინფორმაცია, აი მე რო კლაშა დავწერე, აი ეს ინფორმაცია შეინახება name ცვლადში. როგორც დავუშვათ მე ვწერდი ცვლადს და ვანიჭებდი მას 6-იანს, ეს ხო რაღაც მონაცემია. და მე როცა შევიყვან, ეგეც წარმოიდგინეთ რომ მონაცემი. აი მაგალითად მე რო ლაშას ვწერ აქ, გინდ დამეწერა რომ string name უთრის ლაშას და გინდ დავწერო console read line-ი. ორივე არის ერთ-ეგივე, იმიტომ რომ ორივე არის ტექსტი.
მაგრამ რა განსხვავებაა? ეს name ლაშა არის სტატიკური და დასაწყისშივე როგორც კი პროგრამა იტვირთება, დასაწყისშივე არის ლაშა და პრინტავს ლაშას. და იქნება და მე მინდა რომ როცა პროგრამა ჩაირთვება, მე ჩავწერო რაღაც ტექსტი და იმის მიხედვით მიანგარიშოს პროგრამა რაღაცები რა. და აი აქ შემიძლია უკვე ეს შორტკატი გამოვიყენოთ ესეთ რაღაცა. შორტკატი და დავწეროთ hello და სახელი. ეხლა რა ხდება აქ? გამარჯობა სახელი. კაი, ესე იქნება დავწერო hello. ну კაი, დიდი ესეთი უნდა. გამარჯობა. და გვინდა ასევე სახელიც. ოკეი, სახელი გვინდა. მაგრამ რა გადავაბა ეხლა ესენი ერთმანეთს? ანუ ტექსტი ეს არის, ცვლადი ეს არის. მე ჯერ ეგეთი მაგალითი არ გამიკეთებია, რომელშიც ანუ console write-line დაპრინტვის დროს მე გამოვიყენებდი ცვლადსაც რაღაც შიგნით და მიხვდებოდა პროგრამა. აი დღეს მინდოდა რომ ეგეთ რაღაცები გავიკეთებინა რა. როგორ შემიძლია რომ დაპრინტვის დროს ტექსტში გამოვიყენო თან ცვლადი. აი მაგალითად მე რო დავწერო გამარჯობა და name, ესეთი სიტყვა name. ან name ხო არის ეხა ის რაც მე დავწერე, ლაშა ხო? ეს ლაშა. და ლოგიკურად აი მე რო დამწყები პროგრამისტი ვიყო და აქ რო name დავწერო, რაღაცნაირად ვიფიქრებდი რომ აი ხო არ კავშირდება ეს სიტყვა name ამ name-თან და ხო არ გამომიტანს გამარჯობა ლაშას. მაგრამ სიამოვნებაში ეგრე არ არის. რადგან პროგრამას როცა მე გავუშვები ხა? პროგრამას საერთოდ არ აინტერესებს ეს ცვლადი რაღაცები. პროგრამა კითხულობს კოდს. რაღაც რაც რო დავწერო, გამარჯობა name. ან პროგრამამ აღიქვა ეს name, როგორც ჩვეულებრივი ტექსტი. იქნება და ნახდათ მართლა name-ის დაწერა უნდაო რა, ეგეთი ლოგიკა აქვს. ანუ იქნება ნამდვილად რაღაც name უნდა და არა ცვლადის სახელი. ამიტომაც პროგრამას, რადგანაც აქ ეგ ორი რაღაც რო ვერ ხვდება ცვლადი არის თუ არ არის, ამიტომ ჩვენ უნდა მივახვედროთ თუ ის აუცილებლად არის ცვლადი. ამისთვის არსებობს ორი გზა. პირველი ეს არის, რომ აქ დავწეროთ დოლარის ნიშანი. დოლარის ნიშანი დოლარის ნიშნით პროგრამა ხვდება, რომ აი ამ ტექსტურ ნაწილში, რასაც მე გავრევი ხა, აი ესეთ ფრჩხილებს და დავხურავ ამ ფრჩხილით. name დაინახავს როგორც ცვლადს და არა როგორც ტექსტურ names, რაღაცა ტექსტს. ან დოლარის ნიშნით პროგრამა ხვდება, რომ აი ამ string-ში შესაძლოა ჩაიწეროს რაღაცა ინფორმაცია, რომელიც არის გარედან მოსული. რაღაცა ტექსტია რა, რომელიც ცვლადში არის შენახული. ეს. და ეხლა როცა names წაიკითხავთ თუ დაინახავთ name ან names უკვე ესფერი აღარ აქვს. ლურჯი ფერი აქვს ესფერი, ხო? ანუ რაღაცა ხვდება უკვე. იმიტომ ნახე აქაც ეგეთი ფერია, აქაც ეგეთი ფერია. და მე რო ეხა ეს წამეშალა ამ names აღიქვამდა როგორც ჩვეულებრივ ტექსტურ names. აიტოს ეს გავითვალისწინოთ. ან დოლარის ნიშნით მარტო ეს არ გვარდება. ან აქ აუცილებლად უნდა მივაწერო ესეთი რაღაცა. ან პირიქით დოლარის ნიშანი რო არ დავწერო, დავუშვათ და მარტო ესეთ ფრჩხილები დავწერო, არ იმუშავებს. იმიტომ რომ პროგრამა ამ ფრჩხილებსაც მოისაზრებს როგორც ტექსტურ ნაწილს. ხსენებით? ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ აი ესეთი რაღაცები თავმოყავთ რა. ეს უბრალოდ თეორიული ნაწილია. თუ გიხსურს რომ ტექსტში ჩაწერო ცვლადიც, ამ შემთხვევაში ეს უნდა გამოვიყენო. გავუშვათ პროგრამა. დავწეროთ ირაკლი, enter-ს დავაჭირო, გამარჯობა ირაკლი. მშვენიერია. ანუ რაც მე ჩავწერე, ის შეინახა ამ string name-ში და მე გამოვსახე. არის მეორე გზაც. დოლარის ნიშნის მაგივრად მე შემიძლია რომ გამოვიყენო რა. ასეთ რაღაცა შემიძლია გამოვიყენო.
აი ახლა მას გასწავლით, ოღონ აუცილებელი არ არის რომ სულ გამოიყენოთ რა. შეიძლება ცოტა რთულიც იყოს, მაგრამ იმედია გაუმგავლებით. მეორე გზა არის რაღაცად მივახვედრ პროგრამა რაზეა საუბარი. მაგალითად, როცა აქ ესეთ ფრთხილებს წერ და დავწერ აქ ნულს, ეს ნიშნავს იმას, რომ პროგრამა hello-ს რა თქმა უნდა მოშობა და ელოდება პროგრამა საიდანღაც ელოდება აი ამის ადგილას რა იგულისხმება. აი მაგას. ანუ როცა ესეთ რაღაცას წერ პროგრამას გონია რომ აი ეს ამის მაგალითად უნდა დავწერო სხვა რამე. ანუ წერ ძიმეს და დავწეროთ მაგალითად name. ამ შემთხვევაში მოდი გავუშვათ რომ დავწუნდეთ რომ არაფერი არ გვეშლება. ხო, გამარჯობა ლაშა, მე წერი. ანუ როდესაც მე აქ დავწერე მძიმე, მე დავწერე name და აი ამ string-ში, აი ამ ტექსტურ ნაწილში გვიწერი აი ესეთი რაღაცა, ესეთი ფიგურული ბრჭყილი და შიგნით ნულიანი. პროგრამა ხვდება, რომ აი ამის ადგილას უნდა იგულისხმოს აი ეს name. და name რაც არის დავუშვათ ლაშა, menole, ანუ აი ამის ადგილას ჩაჯდება ლაშა. ანუ რატომ აიტომეს 0 და რატომ აიტომეს ელი? რატომაც 7, 4, რაღაც ხო? რა ხდება ახლა ამ შემთხვევაში? რატო აი 0? ზოგადად პროგრამირებაში 10 დაიწყება 0-დან რა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მასოთ რაღაცას გააჩნია საკუთარი დანომბრა, ანუ ნუმერაცია. ანუ მაგალითად მე რო აქ დავწერე name, იქნება და მე მინდა რომ ამ string-ში სხვა ცვლადიც გამოვიყენო. მაგალითად string surname უდრის რა დავწერო. აი მოდი რაღაცა რა, უშუალო. რაღაცა. არ გავთვალ საქმე. იქნება surname-ს მინდა რომ დავწერო. აი აქ. ხო? ამიტომაც მე თუ ხვდები რომ აი ამის ადგილას უნდა იგულისხმებოდეს აი ეს, თუ მე მინდა რომ surname ცვლადიც გამოვიყენო, მაშინ იგივენაირად უნდა მოვიქცე. აქ ხა რამე ამებს რო ვწერ, მშობა არ აქვს რა, ეს უბრალოდ space-ია. მე შემიძლია დავწერო აი ესეთი რაღაცა. შეგიძლიათ დავწერო ერთიანი. და აი აქ გადავცე surname. და პროგრამა როგორ აზროვნებს ახლა ხო? რაღაცები წერია აქო, name და surname-იო და menole აი ამის ადგილას იგულისხმება აი ეს, ამის ადგილას იგულისხმება ეს. ანუ menole პირველი, მეორე ეს, მესამე ასე შემდეგ. ანუ menole ნიშნავს პირველს. პირველი ნიშნავს მეორეს რა. აი როცა მონაცემების შენახვაზე გადავალთ დიდ ლისტებში, დიდ მონაცემებზე, მე ზუსტად მიხვდებით რაზე საუბარი რა. ეს არის და ბარემღა მესამესაც განახებთ, როგორ შეიძლება. მოდი ბარემ ეს დავწეროთ რა ქვია. პირველ x-ს დავწერთ აქ, რომელიც არის გამარჯობა name. მეორე გზა არის აი ეს. და ანუ რამდენსაც გინდა, იმდენს ჩაწერ აქ. დავუშვათ კიდე 4 რაღაცის დაწერა გინდა, ანუ სულ 4 გინდა, რომ 4 ცვლადი გინდა, რომ გადაცე 0, 1, მე აქ კიდე იმას დაწერ 2-ს და მე კიდე 3-ს დაწერ რა. აი ეს. მაგრამ შეგნით აი აქ ნებისმიერ რაღაცა შეგვიძლია შევურიო რა, რაღაცები. ბოდიში რო გაწყვეტინე შეზღუდული არავალთ აქ თამდენ სადაც გვინდა ცვლადს გამოვიყენებთ ასეთნაირად ხო? ხო. შეზღუდული არ ვარ. რამდენსაც გვინდა ეს გამოვიხსენოთ. მშვენიერი. ხო, აი ბევრი ვილაპარაკეთ და აი მესამე მეთოდს სანამ გადავალ, კითხვა თუ არის რამე სიამოვნებით. მაგიხსნით. ეს მეთოდი მაინც ხაში დაჭირდათ. პრაქტიკაში რაღაცის გამო თუ რა. რა ვიცი, რამდენიმე გზა არის რა, ვის როგორ გავხარდება. მაგალითად მე ხა ეს მიხარია. მიხარია კი არა და მომწონს. უფრო
უფრო ინტუიტიური არა რაღაცნაირად. დოლარს წერ და მე ეს წერ. აი ეს რა ესეთი სინტაქსი არ მოწონს. სიმართლე რომ გითხრათ. ხო, მაგრამ მეც მაგაზე თქვი მეორეს. მეორე მე მგონი მოდის ძველიანიდან რა. CSN-დან მახსოვს ესეთი რაღაცეები. ხო, კი, C-ში. ხო, და მაგიტომაც C#-ში ეგეთი რაღაცა არის. ოკეი. კაი, კითხვა რა არის? მაშინ გადავედით მესამე გზაზე. მესამე გზა არის ძალიან ისეთი რა. საინტერესო. გამარჯობა. და პლუს ოპერატორი გამოვიყენოთ. აი ეს. ეხლა რას ნიშნავს ეს? ზოგადად ორი ტექსტის გაერთიანება C#-ში არის შესაძლებელი. და ორი ტექსტი ან ორი რაღაც რო გაერთიანო, აუცილებელია რომ ეს ორი რაღაცა იყოს ერთნაირი ტიპის. მაგალითად, როცა 5 ვუმატებ 8-ს, აკეთებს კალკულაციას, ბრუნდება 13, ხო? იმიტომ რომ 5-იც რიცხვია, 8-ც რიცხვია და შეკრიბა. მაგრამ მაგალითად რო დავწერო hello და plus 5 რო დავწერო მაგალითად, ამოგწევს errors. შემთხვევაში თუ არა და შეაწებებს რა, ანუ მაშინ hello 5 იქნება. თუ შეაწებებს. ხო, თუ შეაწებებს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ხო, ხუთიანი როგორც string-ი ისე განიხილება, როგორც საბოლოოდ მაგაზი არ დადის. კი, ზუსტად. ანუ ამ ტიპებს ძალიან აქცევენ ყურადღებას რა. მაინც არ არის მიზანშეწონილი ესე ასე ვთქვათ მიმატება რა. მაგრამ ამ შემთხვევაში hello plus 5 რო დავწერო, მოდი გავუშვათ, ეს ცოტა ხანი write line-ი, ესე read line დავკომენტაროთ. რომ ხელია შეგვიშალოს. ხო, hello 5 შეაწება. მოდი როგორ გავაკეთოთ, იცი? 5-ს მივუმატოთ hello. აი ესე. აქაც 5 hello. ხო, იდეაში მე ეგ მეხსოვდა არასწორად. ანუ ამ შემთხვევაში strings როცა ემატება რიცხვი ტიპი აწევებს ერთმანეთს, ანუ განიხილავს 5-ს როგორც strings, ანუ ამ შემთხვევაში ეს არის C# აკეთებს ერთ ტიპზე დაყვანას რა. ერთ ტიპზე დაიყვანს, ან 5 დაიყვანს string-ად და მერე შეაწებებს რა. აი მაგალითად 5-ს რომ მივუმატო აი ეს რაღაცა მიიღებ უბრალოდ 15-ს. რაც თვალმართებული არ არის. ამიტომაც მაინც ყოველ იმისთვის თუ დარწმუნებული არ ვართ რა როგორ არის. მე ყოველთვის ვამჯობინებ რომ გადავაკონო, ანუ ერთ ტიპზე დავიყვანო, ვიცოდე რომ ეს ტიპია, რომ მე გავაკეთო რაღაც კალკულაცია რა. იმიტომ რომ მე რაღაცა ერორი არ ამოვაქვს. იმიტომ რომ რაღაცა რიცხვი იყოს და რიცხვს ვიმატო რაღაცა და მივიღო 55, ეს ხო სრულად მიუღებელია. 5 რო 5 მოვატო, უნდა იყოს 25 და არა 55. იმიტომ რომ 5-ის შეაწება 5-თან და ეგრე. აბა რა კითხვა გაქვთ? ოკეი, რაღაც ხმა მომისმა და? არა, 5-ს რო 5 მივუმატოთ 25 უნდა იყოსო და. უი, 5-ჯერ 5 უნდა მეთქვა. 10 უნდა მეთქვა. ვახ. და დავიღალ დაგოლიო მე უჩვენე. კი. 5 რო მოვატო 5, 10 უნდა იყოს და არა 55. მართალია. ხო. ეგეთი რაღაცები სულ მეკდება ლექციას, ამიტომაც იცინეთ იხარხარით ამდენიც გინდით. შვენიერი. კაი, ხო, და მესამე გზა ახლა რა თქმა უნდა. მესამე გზა დაგვაუწყდა. გამარჯობა. კონკატენაცია, ხო. hello. და plus ოპერატორი გამოვიყენოთ. name. რომელიც დაკომენტარებული მაქვს. გამარჯობა plus name. და ამ შემთხვევაში შეაწებებს ერთმანეთს, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში შეაწებებს ერთმანეთს და რაღაცა თუ დავწერ ირაკლის, ან დავწერ რა ვიცი. გიორგის. გამარჯობა გიორგი. ესეთი სახით იქნება რა.
თქვენ როგორც გინდათ ის გამოიყენეთ. აი ესეთი ეს მიდგომა არის კონკატენაცია, ორი სტრინგის შეწებება. ეს არის ჩვეულებრივად ცვლადის ჩასმა string-თან. გაერთიანება. ნუ ესეც იგივე. ეს სამი ძირითადი რაღაც არის. მე ყოველთვის ამას ვიყენებ. კაი, აბა კითხვა თუ არის ამასთან დაკავშირებით, ამ დავალებასთან დაკავშირებით რამე? არა. არაფერი მას. შვენიერი. 2 3 6 ხო ეს ყველა მე-6 დავალება. ხო, აი მაგალითად აი ეს დაწერეთ პროგრამა ორი სტრიქონის შესაერთებლად და შედეგის ჩვენების მიზეზი ზუსტად იგივეა. ანუ შენ ქმნი ორ strings, ანუ string რაღაცა. text 1 hello მაგალითად. შევქმნათ მეორე რაღაც string text 2, რომელიც არის world-ი. და დავპრინტოთ text 1 plus text 2. ეს ორივე ტექსტია შეწებდება ერთმანეთს. აღნიშნეთ ძალიან ცუდად შეწებდება. და მოდი ვიმსჯელოთ როგორ გამოვასწოროთ. ანუ hello world იქნება არანაირი იმით რა space-ით. ამიტომაც თქვენ შეგიძლიათ ხო აბა ხმაურმისმა რაღაც იდეა ხო არ გაქვთ? შუაში ის უნდა 2 პლუსი და 2 პლუს შორის დიეზით ბრჭყალები. მაგ ბრჭყალები ის face-ი რო ჩაიწეროს. Okay. ანუ space-ი შეგიძლიათ ჩავწეროთ როგორ იცი? ერთი ესე. რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ესეც ანუ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ რომ თვითონ цариელი ანუ space-იც არის სიმბოლო. ჩვეულებრივად C#-ისთვის. ამიტომაც ეს აღიქვება როგორც ესეც რა თქმა უნდა მეხსიერებაში ინახება და აი ეს text 1 წარმოგიდგენთ არის აი ეს და text 2 არის აი ეს world-ი. აი ეს. ხო, ამიტომაც ეგეთ რაღაცა შეგვიძლია გამოვიყენოთ. მეორე არის პირიქით. დავუშვათ. აქ დავწერო გამოტოვება. და ესეც იმუშავებს. ნუ ამ შემთხვევაში აი ეს იქნება text 2 რა. და ეს იქნება text 1. და ვაფშე ამათ ხელი რო არ ვახლო, ამათ მირჩევნიათ რომ მოდი შევაწებოთ space-იც. ანუ არა მარტო ეს ორი სიტყვა, არამედ space-იც კი მივაწებო. ამიტომაც text 1-ს ჯერ space-ი მივაწებოთ. აი ესე. აი ეს. ეს цариელი რაღაც და მე მივუმატოთ text 2. და მივიღებთ hello world. აი ეს. სადაც text 1 არის ეს, text 2 არის ეს და ნუ ეს არის space. რა თქმა უნდა. ეგეთ ესეც გასათვალისწინებელია რა. რა როგორ ხდება. კაი. ეხლა რა მინდა მე თქვენგან. მაგალითად ტექსტის სიგრძე რომ უნდა ვიპოვოთ, დაწერეთ სტრიქონის დიდასვებზე გადასაყვანად, ეს და პატარა ასოზე გადასაყვანად, ეს მინდა რომ თქვენ დაგიტოვოთ. რაღაცები გავარჩიეთ ეხლა ჩვენ და აი მაინც როგორ რაღაცა იცი? თუ კი დავალება არ გაქვთ შესრულებული, შეასრულეთ და ანუ ლექციას არ ჩახედოთ ამ ლექციას, ანუ კოდს არ ჩახედოთ რა და აი შეეცადეთ აი თქვენ თუ შეგიძლიათ ამის გაკეთება, რაც მე ეს გავაკეთე რა. და ეს ტექსტის სიგრძის პოვნა, დიდასოზე გადაყვანა, მცირე ასოზე გადაყვანა, მაგაზეც ასე ვთქვათ, მინდა რომ დასერჩოთ. ანუ ეს მე არ ამიხსნია თქვენთვის, მაგრამ მინდა რომ რაღაცნაირად გამოიმუშაოთ დასერჩვის სკილი და რაღაცა როგორ გადავიყვანო რაღაც მაღალ რეგისტრში, დაბალ რეგისტრში. მაღალ რეგისტრი არის დიდ ასოზე როცა გადადის, დაბალ რეგისტრი პატარა ასოზე. მცირე ასოზე. და სიგრძე. ესეც მინდა რომ დასერჩოთ და შემდგომ მაინტერესებს როგორ ასე ვთქვათ გაიაზრებთ და რა როგორ დაწერთ კოდს რა. ანუ ხუთშაბათს ესეთ რაღაცებს გავაკეთებთ ხოლმე ყოველთვის. ეხა ისეთი დავალებები იყო რომ აი აქ ვერ ვთქვათ ვერ ჩაქთეთ თვალთ, მაგრამ
შემდეგ დავალებებში აუცილებლად შეგეკითხებით კონკრეტულად აზრს. თუ გაქვთ რაიმე აზრი, როგორ შეიძლება ის კონკრეტული დავალება გაკეთდეს, მე ვიმსჯელოთ ამაზე, რატო არის ცუდი, რატო არის კარგი ამის კეთება და ასე შემდეგ რა. აი დღევანდელ ლექციას მორჩი სემინარის უკვე და აი თქვენთან მაქვს უბრალოდ კითხვა, ანუ რამე თუ იყო გაუგებარი ამ ლექციაზე, რა არის ზოგადად ისეთი საკითხი, რაც თქვენთვის ჯერჯერობით გაუგებარია ან პროგრამის დაყენებისას, ან ზოგადად კოდის წერის მომენტში. გისმენთ ყურადღებით. არაფერი. ოკეი. ხო, თუ კი ჩუმად ხარ, ესე იგი არაფერი არის ჯერჯერობით რა. თუ რამე აუცილებლად აქ ვარ, არ მოგერიდოთ, მოწერა სამეტროში შემოსვლა, მაგისთვის ვარ, რომ თქვენ დაგეხმაროთ და გაგიადვილოთ მაქსიმალურად პროცესი რა. რომ მე ანუ არ იტანჯოთ რაღაც ვერ გაკეთებაში და კარგად არ გქონდეთ გააზრებული რაღაც კონკრეტული საკითხი. კაი, მოდით დღეს დავასრულოთ პრაქტიკული სემინარი. იმედია თქვენთვის იყო საინტერესო და იმედია პირველი კვირა საინტერესო იყო თქვენთვის ზოგადად და შემოაბიჯეთ ფეხი პროგრამირების სამყაროში და კერძოდ კონკრეტულად C#-ში და რა თქმა უნდა შევხვდებით სამშაბათს ლექციაზე საღამოს 8 საათზე რა თქმა უნდა და აბა დროებით წარმატებებს გესურვებთ. კარგად. ნახვამდის. აბა ნახვამდის. 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 ნახვამდის.